წევრი არის და მას ვთხოვთ ბატონ დავით მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის, მხარდაჭერისათვის, თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის, მარტო ეს ყველა ჩვენთაგანი საქმეა. მე როგორც საკრებულოს წარმომადგენელი საკმაოდ ხშირად მიხდება საკრებულოში ყოფნა და ვხედავ ის მოსამართლობას, რაც იქ ხდება და როგორც ხდება, ის ციფრები, რომელიც თქვენ ნახეთ, წარმოადგენს რეალობას. ეს ციფრები ჩვენ ჰაერიდან არ აგვიღია, ეს არის დადებული ფაქტები, რომლებიც ჩვენ ამოვიღეთ. ზოგჯერ მიდის საუბარი და იმასაც გვეუბნებიან, რატო 2013 წლის ბიუჯეტი და არა 2012 წლის ბიუჯეტი, სადაც ჯვარზე გამოყოფილი იყო გაცილებით მეტი თანხა, ვეთანხმებით ამაში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება იმაშიც უნდა დაგვეთანხმოს, რომ 2012 წელს ჯერ კიდევ იმ ხელისუფლების დროს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე იყო ჯვარელი კაცი, გამგეობაში მოადგილე იყო ასეთივე ჯვარელი კაცი და ესეც განაპირობებდა ამ ბიუჯეტის შედარებით თანაბრად და სწორად განაწილებას. მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რაღაცნაირად ტენდენცია მიდის წალენჯიხაში, რომ ამ ზონის წარმომადგენელი არა მარტო ჯვარის, არამედ ყველა ზონის წარმომადგენელი რაღაცნაირად ვერ აკმაყოფილებს წალენჯიხის მოთხოვნას და ამიტომაც ყველა მათგანი განთავისუფლებული ერთადერთი პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის სამუშაოს წალენჯიხაში, ეს არის ზური სამუშია, რომელიც ძალიან დიდი პროფესიონალია, თუმცა მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ იმდენად ძლიერია თავის საქმეში, ეთქობა რომ მაგის შემცვლელი ვეღარ მოძებნეს და ამიტომაც ეს დღეისდღეობით ეს პიროვნება მუშაობს წალენჯიხაში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ძალიან კარგად იყო გაშუქებული და მე კიდე ერთხელ არ დაუბრუნდები. მე მინდა კიდე ერთხელ გითხრათ ის, რომ ინიციატივა, რომელიც დაიწყო, არ დაწყებულა 1 წლის წინათ, ის დაიწყო გაცილებით უფრო ადრე და ამას სხვა ადამიანებიც ედგნენ სათავეში. ჩვენ უბრალოდ ვაგრძელებთ ამ საქმეს. თითქმის 85 წელიწადია შექმნილია ჯვარის მუნიციპალიტეტი და მე ვეუბნები წალენჯიხელებს ასეთ რაღაცას. კი ბატონო, 85 წელიწადი ვიყავით ერთხელ. ისევლე დავრჩეთ ერთად, მაგრამ მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენ თვითონ მივხედოთ საკუთარ თავს. ჯვარს აქვს ყველანაირი პოტენციალი იმისა, რომ თვითონ განვითარდეს და ამიტომაც იმის მომიზეზება, რომ ჯერჯერობით მთავრობას არა გადაწყვეტილი და ამიტომაც ჩვენ ძველოდებით მთავრობას არ არის. პირდაპირ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს წალენჯიხამ და უნდა თქვას, რომ იმ დღესვე როცა ეს მოხდება, თქვენ გვერდით ვარ. დღეისდღეობით ამ თანადგომას ვერ ვხედავ. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ ჩვენთვის ჯვარისთვის და ყველა იმ ხალხისათვის აქ ვართ, ჯერჯერობით ჩვენი წარმომადგენლები არიან, იგივე წალენჯიხელები, ხო? მეც და ყველა თქვენთაგანს ალბათ გქონდა იმისი განცდა, რომ ყველა მათგანი მოვიდოდა დღეს და ჩვენს გვერდით დადგებოდა და მოისმენდა იმას, მაგრამ ასე არ მოხდა. რატო არ მოხდა, ამას სამწუხაროდ მე ვერ გეტყვით. მაგრამ ეს თავისთავად საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია, ხო? როცა ასეთი შეკრება ხდება, როცა ათასობით ადამიანი იკრიბება და ეს არის შენი მუნიციპალიტეტი, ხელმძღვანელობა უნდა მოვიდეს, უნდა დადგეს და თქვას ან ასე, ან ისე, მაგრამ სამწუხაროდ ამ თანადგომას ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ ვხედავთ, ხო? ამიტომაც სასურველია, რომ ბოლოს და ბოლოს გამოიკვეთოს პოზიცია. მე რამდენი ხანია ჩემს მეგობრებთან ერთად ვამბობთ, რომ დავჯდეთ დიალოგის მაგიდაზე წალენჯიხის მხარესთან ერთად და უბრალოდ ვთქვათ სიმართლე რა ხდება. რატო არ უნდა წალენჯიხას გამოიყოს ჯვარის მუნიციპალიტეტი? თავიდანვე საკმაოდ სკეპტიკური განწყობა იყო, იგივე განწყობა დღესაც რჩება. სამწუხაროდ ამას არავინ არ გვეუბნება. გვეუბნებიან, რომ ჩვენ ჯერ მზად არა ვართ, საკრებულოს, რომელსაც უნდა გაეხილა 20 დღის ვადაში ეს საკითხი, ჯვარის საკითხი, საკრებულო ამის განხილვაზე უარი თქვა საკრებულოს სტომაზე, ჩვენ გვითხრეს, რომ ეს განიხილებოდა საგანგებო სტომაზე, მაგრამ ჩვენ ამ საგანგებო სტომას სამწუხაროდ დღის წესრიგში ვერ ვხედავთ და ალბათ ვერც დავინახავთ. ამიტომაც კიდე ერთხელ ვამბობ, ბოლოს და ბოლოს უთხრათ ამ ჯვარის და მიმდებარე თემების მოსახლეობას პირდაპირ და კონკრეტულად, რატო ვამბობთ უარს, რატო არ გვიშვებენ, დაუშვათ თუ ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა. კარგი, და თავარი რა არის, იცით? თავარი მაინც ეთყობა ძალიან ტკბილია ის ფინანსები და ფული, რომელიც მიდის აქედან.
ჯვარიდან. მე ახლა ვიტყვი ერთ რაღაცას და ყველამ გავიგოთ. წალენჯიხაში რო იყოს ის ესი, რომელიც გვაქვს ჯვარში, ალბათ წალენჯიხა პირიქით ხელშეგვიწყობდა, რომ ძალკე წავსულიყავით. მე არ მაქვს პიროვნულად არავისთან პრეტენზია, მაგრამ მე მაქვს თხოვნა და მოთხოვნა, რომ ჩვენი საუბარი და ყველა ის მოვლენა, რაც დღეს ხდება ჯვარში, მივიდეს მთავრობასთან, დღევანდელ ხელისუფლებასთან და მან უბრალოდ დაინახოს რა, უბრალოდ შეხედონ რეალურად იმ სიტუაციას, რაც ხდება და კონკრეტულად მივიღოთ პასუხი, კი თუ არა და თუ მაინც კი გვეტყვიან, როდისთვის და როდის გაკეთდება, რადგან ჩვენ გვაქვს მზაობა ყველა ჩვენთაგანს, როდისთვის დაედგმება საშველი ამ საკითხს. ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნას. მადლობა. მადლობა. შემდგომ გამომსვლელებს უბრალოდ ვთხოვ რომ რეგლამენტი დავიცვათ, იმიტომ რომ მოსახლეობა არ გვინდა გადავღალოთ, სათქმელი ბევრი გვაქვს, ამიტომ შევეცადოთ მაქსიმუმ 3 წუთი გამოვიყენოთ თითოეული აზრის გამოხატვისას. ეხლა მე მინდა ბაჩო კანთარიას ვთხოვო, დაუთმო. მოგესალმებით. ჯვარის ზონაში მცხოვრებ ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის. ყველა აქ მდგომი ადამიანი ვამსახურებით ერთ საქმეს, რომ ჩვენი ქალაქი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და მის გარშემო მყოფი სოფლების მაცხოვრებლები ვიყოთ უკეთეს ყოფაში, ჩვენი მეზობლები იყვნენ უკეთეს სიტუაციაში, გქონდეთ საშუალება იმისა, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ყოფა თვითონ წარმართონ. ვიღაცა შეიძლება ეს გაუგია უფრო განზოგადებულად, ვიღაცები ავრცელებენ ხმას, რომ თითქოს ხალხს შორის არის დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის ხალხო ჭორი, არანაირი დაპირისპირება ხალხს შორის არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. უბრალოდ არის ნება და სურვილი იმისა, რომ ჩვენ თვითონ მართოთ ჩვენი ზონა, ჯვარის ზონა, შევქმნათ უკეთესი ინფრასტრუქტურა, შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები. გარდა სოციალური საკითხისა, ასევე სახელმწიფო დონის თუნდაც პოლიტიკურ საკითხზე ცოტა შეიძლება ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ ამ კუთხითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნას. კერძოდ გულისხმობ იმას, რომ მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჯვარის ზონაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გარდა მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო აქ მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, რომელსაც არანაკლებ ადგილობრივი მოსახლეობაზე გათავისებული აქვს ჯვარის ყველანაირი პრობლემები და მე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ ამ მხარდაჭერისათვის. მე პოლიტიკურ ნაწილზე და მის ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ორი სიტყვით ვიტყვი იმას, რომ ჩვენ თუ გსურს, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი წართმეული ტერიტორიები, მაშინ ჩვენ უკეთესი მდგომარეობა, უკეთესი სოციალური პირობები უნდა შევთავაზოთ იქაურ მაცხოვრებელ ხალხს. ამ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის რას ვთავაზობთ? წყოუშის, ფახულანის, მუჟავას და ჭალეს დანგრეულ კომუნიკაციებს და მათ გზებს ვთავაზობთ, თუ რა უნდა შევთავაზოთ. თუ ჩვენ გვინდა რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს მოგვარება ამ კონფლიქტის, ამისათვის აუცილებელი არის ჯვარი და მისი ზონა განვითარდეს უფრო უკეთესად და იყოს წესრიგი უკეთესი მომავლისა. ასევე მე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა დევნილ მოსახლეობას და მე იმედი მაქვს, რომ ჯვარის მომავალი მუნიციპალიტეტი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენი მხარდაჭერა იყოს აუცილებლად დაფასებული და თქვენ ვიცხოვროთ უკეთეს ჯვარის ზონაში. დიდი მადლობა. ბატონ დავით სალიას მინდა ვთხოვო სიტყვით. მოგესალმებით მეგობრებო. გამოსვლელებმა აღნიშნეს აქ ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ და ისაუბრეს ამ საკითხზე. მე მინდა სხვა კუთხით წარმოვაჩინო ეს იდეა მუნიციპალიტეტის შექმნის. მინდა გითხრათ, რომ ჯვარს თავის დროზე შემთხვევით არ დაურქმევიათ ჯვარისთვის ეს სახელი თავის დროზე აქ ქრისტეს პირველი მოწაფე ანდრია პირველწოდებული არის ნამყოფი და ეს მოვლენა ნამდვილად არ იყო შემთხვევითი, იმიტომ რომ ჯვარი ყოველთვის იყო გზა ჯვარედინზე და შესაბამისად ის მიმდებარე სოფლები, რომლებიც დღეს ჯვარის მუნიციპალიტეტის გარშემო არის შემოკრებული, ეს არის ისტორიული ფაქტი, იმიტომ რომ ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნა არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ძალიან მინდა ყველა იმ მოწინააღმდეგ ადამიანს უთხრა, რომ ამ მოვლენას ნუ დაიყვანს ყოფით დონეზე და ნუ დაიყვანენ იმაზე, რომ თითქოს ეს არის
სავარძლის მოპოვების მცდელობა და რაღაც სეპარატიზმი, უბრალოდ ელემენტარულად სეპარატიზმის განმარტება წაიკითხონ და დანარჩენს შემდეგ მიხვდებიან ალბათ და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც რომ ჯვარში არის აგებული წმინდა გიორგის ტაძარი, რომელსაც ჯვრის ტიპის ფორმა აქვს და ესეც შემთხვევითი მოვლენა ნამდვილად არ ყოფილა და როგორც თავის დროზე რაიონული დაყოფა საქართველოს ტერიტორიების იყო კომუნისტების მცდელობა მართებინათ აი ის იდეა და ის ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელიც იდგა ჯვარზე და იმ ქრისტიანულ ღირებულებებზე, შესაბამისად რაბედი ეწიათ იმის დამანგრეველებს, იმ ბედს ნუ გაიზიარებენ. შეგვეციოს ანდრია პირველწოდებული და გაუმარჯოს დღევანდელ დღეს და გაუმარჯოს ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის იდეას. დიდი მადლობა ბატონ დავით, მე მინდა ჩვენი 8 წელმოსილი პედაგოგი მოვიწვიო ზუსტად 2 წუთით ქალბატონ ზაირას ამ თემის მე რო არ ვიყავი მაშინაც რო გულშემატკივრობდა ეს ოპონენტების გასაგონად ჩემო საყვარელო ჯვარელებო, სულით და გულით, მთელი იმ სიყვარულით, რაც ამ ჩემს პატარა გულს შემუძლია, მოგესალმებით ყველას. მომელოცოს ის ამბავი, რომ ჯვარის მუნიციპალიტეტი შედგა და ვართ ნამდვილად ჯვარელები. ჩვენ ეს ისტორია არაჩვეულებრივი გვაქვს ისტორია. ისტორია არაჩვეულებრივი გვაქვს. ჯვარის თემი იყო ყოველთვის, აი ის თემი ახლა ვინც ახლა აქ დგას, იყო ოდიდან. და მე მახსოვს ჩვენ გავიხსენეთ ამას წინათ რომ ჩქვალერი გამოიყო ჯვარს და ჯვარელები ავედით მეც მოვდიოდი და მიულოცეთ ჩქვალერს გამოყოფა ბიჭო რა გინდა ჩემო წალენჯი ხელებო თქვენ შემოგევლო ჩემი თავი განა არ გიყვარხართ ძალიანაც გიყვარხართ მაგრამ ასე უსამართლოდ რატო იქცევით კაცო რატო აყენეთ ამ ახალგაზრდებს შეურაცხყოფას იმისათვის რომ თავისი კუთხე მოიძიონ. თავისი კერა დაისაკუთრონ ისევ. მე თქვენ შემოგევლეთ. გილოცა დღევანდელ დღეს. ძალიან მინდა. ძალიან რომ აი ეს რაღაც რომ აი სამჯერ ახსენა ვიღაცამ იქ საკრებულოსია ვიღაცა და არ ვიცი ხო მე შეგნებულად არ ვამბობ. სამივეჯერ სოფელი ჯვარი. დაბა ჯვარი. რა გაგიხდათ კაცო ჯვარს არ იცნობდა რას ეპოტინებით? ქალაქია, სოფელია, დაბა? ჩვენ ქალაქი ვართ. ის ქალაქი, რომელიც ენგურმა მოქცა აუარებელი სიუხვე ამ ქალაქისთვის. მართალია გავანადგურეთ. აქ თათარი არ მოსულა, გაფუჭდა, იმ დროს გაფუჭდა, მაგრამ რა ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს თქვენ აგრძელებთ სიცოცხლეს თქვენ გაგიმარჯვოთ შემოგევლოთ